კიდევ ერთხელ მოგესალმებით მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ვაჯამებთ დღის მთავარ სიახლეებს მე ნინო სალუქვაძე ვარ. იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს. ცეცხლი ტრადიციულად მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა. აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის საქართველოდან. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. ომის გამო წელს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი განსაკუთრებულ ვითარებაში გაიმართა. შეზღუდვები რამდენიმე დღეა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც შესაძლებელი გახადა რიტუალის სრული მასშტაბით ჩატარება. წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს ღამით ჩამოაბრძანებენ და ის საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში განაწილდება. სასწაული კვლავ განმეორდა. იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა, რომელიც მომლოცველებთან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა. ზეციური ცეცხლი ქრისტეს განსასვენებელზე თბილისის დროით ზუსტად 15 საათსა და 14 წუთზე გადმოვიდა, რომელსაც მორწმუნეები ერთმანეთს უნაწილებდნენ. რიტუალი წელს განსაკუთრებულ ვითარებაში გაიმართა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე აღდგომის ტაძარი 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ ის დღეს სადღესასწაულოდ გაიღო. წმინდა მიწაზე ჩასულმა მომლოცველებმა დაზუსტებით არ იცოდნენ, შეძლებდნენ თუ არა სასწაულის საკუთარი თვალით ხილვას. თუმცა ტაძრის საგანგებოდ გახსნის ფაქტი სასწაულის კიდევ ერთი ნიშანი აღმოჩნდა. აქ ჯგუფთან ერთად 7 დღის წინ ჩამოვედი. ყველაფერი დაკეტილი იყო, მაგრამ იმედი გქონდა, რომ რამე მსგავსი მოხდებოდა. ღმერთი სასწაულს მოახდენდა და ტაძარი გაიღებოდა. ახლა ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. ეს იმის ნიშანია, რომ უფალი ჩვენთანაა. ჩვენზე ზრუნავს და თუ ვილოცებთ, სასწაულები მოხდება. უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების გათვალისწინებით აღდგომის ტაძარში წელს მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე 2000 ადამიანი დაიშვებოდა. თითოეული კონფესიის წარმომადგენლებს, მათ შორის მართლმადიდებლებსაც საკუთარი კვოტა ჰქონდათ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად რიტუალი მაინც სრული მასშტაბით ჩატარდა. ძალიან ამაღელვებელი დღეა. ისრაელის პოლიცია ამისთვის კვირების განმავლობაში ემზადებოდა და ეკლესიის ლიდერებთან კოორდინაციით ამუშავებდა გეგმას, რათა რეკომენდაციების შეცვლისთანავე ღონისძიების სრულფასოვნად გამართვა შესაძლებელი ყოფილიყო. ზეციური ცეცხლი იერუსალიმში პირველად მესამე საუკუნეში გადმოვიდა. მართლმადიდებლების რწმენით ეს სასწაული მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტების კიდევ ერთი უტყუარი დასტურია. წმინდა ცეცხლს საქართველოში ტრადიციისამებრ დღეს ღამე ჩამოაბრძანებენ. ტრანსპორტირებას ჯორჯია ნეარვეისი უზრუნველყოფს. დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ნებიშვიდეული შაბათია, დღე, როდესაც მაცხოვარი ჯვარცმის შემდეგ საფლავზე დაასვენეს. ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა, შემდეგ კი ლიტურგია გაიმართა და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში. სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება საღამოს 11 საათზე დაიწყება. ლიტურგიის მიმდინარეობისას გავრცელდება სააღდგომო ეპისტოლე. აღდგომის დადგომასთან ერთად მორწმუნეებისთვის 47 დღიანი მარხვა სრულდება. დღევანდელი მსახურება ეძღვნება მაცხოვრის სხეულით საფლავს დადებას და სულით ჯოჯოხეთში ჩასვლას, რაც ემსახურება ადამიანთა გამოხსნას. დღეს დილიდან ცისკარზე იქნა გამობრძანებული გარდამოხსნა, შემოტარებული იყო ტაძრის გარშემო სამგზის. მაცხოვარმა მისი ვნებით, მისი სიკვდილით დაუდო დასაბამი ადამიანების სამოთხეში შესვლას და იქ დამკვიდრებას. შემდეგ გარდამოხსნა უკვე ისევ ბრუნდება ცენტრალურ ტაძარში და საღამომდე იქნება დაბრძანებული და მომლოცველებს აქვთ შესაძლებლობა რომ იბრძანენ და ემთხვიონ გარდამოხსნას. თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდის სახელით მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და განსაკუთრებით მინდა მიულოცო ლაზებს, რომლებიც ასე ვთქვათ მისმა უწმინდესობამ მონათლა, მისი უწმინდესობის ნათლული გახლავთ ყოველი ლაზი, სწორედ მისმა უწმინდესობამ აღადგინა ლაზეთის ეპარქია და განსაკუთრებულად აი ამიტომ ლაზურ და ქართულ ენაზე დღეს შევასრულეთ ქრისტე აღდგა. დიდ სიხარულთან ერთად სევდის მატარებელიც არის, რადგან პირველი აღდგომა მისი უწმინდესობის, ჩვენი უწმინდესი პატრიარქ ილია მეორის გარეშე, მაგრამ ჩვენ გვწამს ყველას და ეს ნათელია უკვე ყველასვისაც ცხადია ის რაც ხდება მისი გარდაცვალების შემდეგ ის ცხადყოფს რომ მისი უწმინდესობა
ღვთის წიაღში სუფევს. აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს 12-13 აპრილისთვის კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო 11 აპრილის 23 საათიდან 12 აპრილის 4 საათამდე იმოძრავებს. გზავრობა უფასო იქნება. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით 12-13 აპრილისთვის დაწესდა ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტიც. ავტობუსები მგზავრებს 8-დან 20 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, ასევე მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებებით გადაიყვანენ. დღეს ხამის 11 საათიდან თბილისის მეტროპოლიტენი ტრადიციულად გახანგრძლივებული დროით მოემსახურება მგზავრს, კერძოდ კვირის დილის 4 საათამდე იმუშავებს თბილისის მეტრო. ასევე ხვალ და ზეგ დაინიშნება სპეციალური მარშრუტები, რომლებიც მგზავრს გადაიყვანს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. თბილისში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით აღნიშნული სპეციალური მარშრუტები გავლენ შემდეგი მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებიდან, ეს არის სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი, დელისი და ვარკეთილი. ასევე მეტრო დიდუბის ზედა გასასვლელიდან და ასევე ვარკეთილში მესამე მასივიდან მოემსახურება მგზავრებს და ბესარიონ ჭეჭინაძის ქუჩიდან სპეციალური მარშრუტები შესაბამის სასაფლაოს მიმართულებით. აღნიშნული გახანგრძლივებული დროით, როგორც მეტროპოლიტენით მგზავრობა, ასევე ზემოჩამოთვლილი სპეციალური მარშრუტებით მგზავრობა იქნება უფასო. დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე. კერძოდ დღეს 11 აპრილს 24 საათიდან მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება 12 აპრილის 4 საათამდე. ამასთან 11 აპრილის 23 საათიდან გახანგრძლივებული დროის ჩათვლით გზავრთა მომსახურება იქნება უფასო. აღნიშნულის გარდა 12 და 13 აპრილს გათვალისწინებულია სპეციალური მარშრუტები სასაფლაოების მიმართულებით, რომლებიც იმოძრავებენ დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათის ჩათვლით, ანუ 20 საათის ჩათვლით. ამ პერიოდში ამ სპეციალური მარშრუტებით, რომელსაც ახლა მე ჩამოვთვლი, მომსახურება იქნება უფასო. კერძოდ ეს მარშრუტები იმოძრავებენ სხვადასხვა პუნქტებიდან, სადაც ძლიერი მგზავრთნაკადი არის. მეტროსადგურის დიდუბის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრთა მომსახურება განხორციელდება როგორც მუხათგვერდის სასაფლაოს, ასევე ვაშლიჯვრის დასახლების მიმართულებით. ღრმაღელის სასაფლაოს მიმართულებით, ეს იგივე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, მომსახურება განხორციელდება მეტროსადგურის სარაჯიშვილიდან. კუკია მახათას მიმართულებით მომსახურება განხორციელდება როგორც სადგურის მოედნიდან, თბილისის ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან. ვარკეთილის დასახლებაში, ვარკეთილის სასაფლაოსთან მგზავრებს შეეძლებათ მისვლა როგორც მეტრო ვარკეთილიდან, ასევე მესამე მასივიდან, შუამთის დაბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. ველის სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტი იქნება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან, ეს იგივე აფრიკის დასახლება არის, იქ 25 კორპუსია, სადაც ეს მარშრუტი მიტრიალებს და ბოლოს რჩება საბურთალოს სასაფლაო. ტრადიციულად მარშრუტები იმოძრავებენ მეტროსადგური დელისიდან. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე გააქტიურებული რადიკალები მიზანმიმართული ქმედებების საქართველოს წინააღმდეგ და დეზინფორმაცია ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მიზნით. Fox News-მა გიორგი კანდელაძე და თინა ხიდაშელზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია თითქოს ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს. სტატიაში ასევე ნახსენებია თინა ხიდაშელის მიერ რამდენიმე თვის წინ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში ტერორისტების მოსამზადებელი უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. საქართველოს ინტერესების დაზიანების მცდელობა დაფასებენ მმართველ გუნდში ცრუ ბრალდებებს ქვეყნის წინააღმდეგ. ქართულ ოცნებაში ხაზს უსვამენ, რომ სტატიის თანაავტორები ამჯერადაც გარე გძალების დავალებებს ასრულებენ. დეტალებით ბორენა უნიანი.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე საქართველოს წინააღმდეგ ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია გრძელდება. ამერიკული გამოცემა Fox News-ი გიორგი კანდელაკზე და თინა ხიდაშელზე დაყრდნობით წერს, რომ თითქოს ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს. დეზინფორმაციით გაჯერებულ სტატიაში საუბარია თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ სიცრუეზე, თითქოს საქართველოში ტერორისტების მოსამზადებელი სკოლა ფუნქციონირებს. სიცრუეზე აგებულ კამპანიას ნაცოპოზიციის მართული მედიებიც შეუერთდნენ და Fox News-ის სტატია აქტიურად გავრცელეს. ცრუ ბრალდებები მმართველ გუნდში ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგ მცდელობა ჩიაფასეს და განმარტეს, რომ სტატიის თანაავტორები ამჯერადაც გარე ძალების დაკვეთით მოქმედებენ. ამ შემთხვევაში ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია, რა თქმა უნდა, ტყუილზე, სიცრუეზე და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი. ადამიანები, რომლებიც სხვათა შორის ჩვენ წლების წინ გვაბრალებდნენ, რომ თითქოს სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა ვიყავით რუსეთთან მიმართებაში. დღეს ეთყობა ირანი არის აქტუალური და ამ შემთხვევაში დაავალეს, რომ კონკრეტულად ირანთან დაკავშირებით გაერთიანებინათ იგივე ცრუ ინფორმაცია. ქალბატონ ხიდაშელზე იმას შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მან ისიც დაგვაბრალა, რომ თითქოს ტერორისტებს ვამზადებდით საქართველოში და მე რატომღაც შეცვალა ჩვენება, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა ჩვენების მისაცემად, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა, ისიც აბსოლუტურად ტყუილს და აბსურდს ეფუძნებოდა და აგრძელებენ საქართველოს მტრობას. საქართველოში მოქმედებს მეხუთე კოლონა, ჩვეულებრივი უსამშობლო აგენტურა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს დააზიანოს საკუთარი ქვეყანა. ეგრეთ წოდებული კვლევებით, შემდგომ უკვე ინტერვიუებით, ეს არის ჩვეულებრივი დაგეგმილი სცენარი საკუთარი სამშობლოს დაზიანების, რაც შეიძლება მაქსიმალური ზიანი მიაყენონ ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, ვინ აი ეს ორჯონიკიძეები, რომლებიც სამწუხაროდ მოქმედებენ საქართველოში, ის შულავერის კომიტეტი, მეხუთე კოლონა, ვისი მიზანიც არის საკუთარი ქვეყნის დაზიანება ტყუილებით და სიცრუის ტირაჟირებით. ჰადსონის ინსტიტუტის ეგრეთ წოდებული ანგარიში დაახლოებით ერთი თვის წინ ანალიტიკოსად წოდებული გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადდა, სადაც წერია, რომ თითქოს ირანი ორგანიზებულად აფართოებს გავლენას საქართველოში. მაშინ, როცა რეგიონი ცეცხლის ალშია, ეგრეთ წოდებული კვლევის ავტორები ქართული მშვიდობისთვის საფრთხის შექმნისა და შტატებთან ურთიერთობების გაჯანსაღების შეფერხების მცდელობით არიან დაკავებული. ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ამჯერად შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, სამიზნე თავად საქართველოა, მისი საერთაშორისო იმიჯი და ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან. საქართველოზე ცეცხლის გახსნის მორიგ კორექტირებას აქვს ადგილი. არ გამოვიდა რუსეთიდან თუ უკრაინიდან. გამოვიდეს ისრაელიდან ან ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზიდან. ამიტომ ამ კორექტიროვშიკების თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი, ნიკოლოზ ჩხეიძე მიერ ცილისწამების გავრცელებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301 მუხლის ფილტრში უკიდურესად მკაცრად გავატარებდი. ასეთ კონსტრუქციაში შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე. შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო, მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის. და თუ 301 მუხლი საგარეო უსაფრთხოების ხელყოფაზე საუბრობს, ძნელია უფრო თვალსაჩინო ჰიპოთეტური შემთხვევის წარმოდგენა, ვიდრე მცდელობა, სტრატეგიულ მოკავშირეებს შეუგდო ყალბის სიგნალი, საქართველო მტრის მხარეს თამაშობს, დასაჯეთ იგი. აქ არსებითია ერთი რამ, ასეთ მოდელში საქმე უკვე აღარ ეხება სიტყვის თავისუფლებას, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საგარეო პოლიტიკური დარტყმის საფუძვლის შეგნებულ ფაბრიკაციას. ანალიტიკოსების შეფასებით სახიფათო დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ზალან ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ Fox News-ის სტატიის ავტორს კანდელაკი და ხიდაშელი დამსმენებად ჰყავს გამოყენებული და ორივე უცხოური გავლენის აგენტის სახელმწიფოს ღალატის მუხლის თანახმად ახლა საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს. ვინმე კრის მასაროს მიერ დაჯღაბნილი მორიგი ცილისმწამებლური სტატია საქართველოზე, რომელიც თითქოს ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ დაუმტკიცეს ჩვენებმა, რომ ეს აბსურდია, ყურადღებას არც დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება.
ისევე როგორც ადრე, წყაროებად უფრო სწორად დამსმენებად. სტატიის ავტორს გამოყენებული ჰყავს სტაჟიანი უცხოური გავლენის აგენტი. მე თუ მკითხავ, მოღალატე და მავნებელი გიორგი კანდელაკი და ვინმე ნიკოლოზ ჩხეიძე. ტოფჩიბაშევის ცენტრიდან, რომელიც ასევე ყალბ ინფორმაციას აწვდის გამოცემას საქართველოს დაზიანების მიზნით. სტატიაში ასევე ნახსენებია თინა ხიდაშელის ორგანიზაცია, როგორც ინფორმატორი. სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ, ეს ხალხი ახლა საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს. საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მალევე გააქტიურდა. საფრთხის შემცველი ბრალდებები თინა ხიდაშელმა, გიორგი კანდელაკმა, გუბას სანიკიძემ, გივი თარგამაძემ და სხვანაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააჟღერეს, რისთვისაც გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ და უარყვეს ის, რაც პირდაპირ ეთერებში საჯაროდ ისაუბრეს. ანტიქართული კამპანია რამდენიმე დღის წინ დავით კეზერაშვილის ტელეკომპანიამ ფორმულამ განაახლა და საქართველოს სამიზნედ წარმოჩენას სცადა. საქართველოს განათლების, მეცნიერებასა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მინისტრი ნიუ-იორკის გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე შეხვდება ევროპული სახელმწიფოების განათლებისა და მეცნიერების სფეროს ლიდერებსა და გაეროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. მინისტრი პენსილვანიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრს ეძღვება. ასევე ამერიკაში მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს. გივი მიქანაძე ორმხრივ ფორმატში შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და განათლების სახელმწიფო დეპარტამენტში. ხვალ უნგრეთში გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში 5 პარტია მონაწილეობს. წინასწარი კვლევების მიხედვით უნგრეთის მმართველი პარტია ფიდესის მთავარი კონკურენტი ოპოზიციონერი პიტერ მადიარის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია იქნება. უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ ბრიუსელი არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და ქვეყნის შიდა საქმეებში ღიად ერება. მიზანი კი უნგრეთის ეროვნული ხელისუფლების ბრიუსელის მიმართული პოლიტიკური ძალის ჩანაცვლება. კენჭისყრის პროცესს საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან, მათ შორისაა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც. ქეთი მამრიკიშვილი გვერდება ბუდაპეშტიდან პირდაპირ ეთერში. ზუსტად ერთი დღე რჩება გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე ბრიუსელში, რომელიც განსაზღვრავს არამხოლოდ ოფიციალური ბუდაპეშტის მომავალს, არამედ ზოგადად ევროკავშირის მომავალს. დილიდან ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადეს საერთაშორისო ლიდერებმა. მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის ყველა ეკონომიკური შესაძლებლობა გამოიყენოს იმისათვის, რომ გააძლიეროს უნგრეთის ეკონომიკა და ინვესტიცია განახორციელოს უნგრეთის მომავალში, რომელიც განხორციელდება სწორედ ვიქტორ ორბანის ლიდერობით. ასევე მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა ვიქტორ ორბანის თანამოაზრემ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშის განცხადებით, ვიქტორ ორბანი არის სწორედ ის ლიდერი, რომელიც ორიენტირებული არის ძლიერ და სუვერენიტეტზე დაფუძნებულ ევროპაზე და ის მუდამ იცავს უნგრელი ხალხის ინტერესებს, რაც არის მნიშვნელოვანი დღეს არსებულ ტურბულენტურ რეალობაში. საარჩევნო მარათონში 5 პარტია იღებს მონაწილეობას, თუმცა ერთმანეთის მთავარი კონკურენტები არიან 2 პარტია, ეს არის ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესი და ასევე ოპოზიციონერ პიტერ მარიადის პარტია ტისა. როგორც ვიქტორ ორბანის უკაცრავად როგორც უკვე გითხარით, 2 პარტია არის მთავარი პარტია, რომელიც ერთმანეთის კონკურენტები არიან. ვიქტორ ორბანი საკმაოდ ხმამაღლა საუბრობს ბრიუსელის და უკრაინის მხრიდან უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის ფაქტებზე და როგორც ფიდესში და ასევე უნგრეთის პრემიერი აცხადებს, მათი მიზანი არის ის, რომ უნგრეთის ხელისუფლებაში მოიყვანონ ისეთი ძალები, რომლებიც მთლიანად ორიენტირებულები იქნებიან ბრიუსელის დღის წესრიგზე და მათ ინტერესებში არ შედის ის, რომ პარტია ფიდესმა და ვიქტორ ორბანმა გააგრძელონ ხელისუფლებაში ყოფნა, იქიდან გამომდინარე, რომ უნგრეთი თანამოაზრეებთან, სლოვაკეთთან და ჩეხეთთან ერთად მუდმივ რეჟიმში ბლოკავს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ არის ორიენტირებული წევრი ქვეყნების ინტერესებზე და არ არიან მომხრეები ევროპელი ბიუროკრატების ომის პოლიტიკის. სწორედ ამ კუთხით, როგორც თავად უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე პარტია ფიდესის წევრები ამბობენ იმას, რომ დღეს ბრიუსელი ფსონსდებს მათ ოპონენტზე
ოპოზიციონერ პიტერ მადიარზე და სხვათა შორის ამბობენ იმასაც, რომ პიტერ მადიარი ხვალ საღამოს აპირებს, რომ არჩევნების შედეგებს დაელოდოს ისეთ ლოკაციაზე, რომელიც არის ახლოს ვიქტორ ორბანის რეზიდენციასთან და როგორც ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერი წერს, ლოკაცია არის მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არ გამორიცხავენ ვიქტორ ორბანის და პარტია ფიდესის გამარჯვების შემთხვევაში დაიწყოს მართული საპროტესტო პროცესები. როგორც უკვე გითხარით, ღიად ამბობს უნგრეთის პრემიერი იმასებს, რომ კონკრეტული ქვეყნების სპეცსამსახურები ერევიან არჩევნებში და ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის უნგრელი ხალხის განწყობას და ახალგაზრდების განწყობას საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე ალტერნატიული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რომელიც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მემარცხენე ლიბერალური მედიის დაფინანსების გზით და უნდა ითქვას ისიც, რომ ძალიან დიდი ყურადღება არის, როგორც უკვე გითხარით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მოყრობილი, ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება ხვალინდელ არჩევნებს და რა თქმა უნდა, ამ პროცესის მონაწილე არის საქართველოს უნგრული მხარის მოწვევით 5-კაციანი დელეგაცია, საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება დღეს ბუდაპეშტში, რომლებიც ხვალ სხვადასხვა ლოკაციაზე დააკვირდებიან არჩევნებს, გარდა ამისა, ეუთო ოდრის მანდატის ფარგლებში ხვალ არჩევნებს დააკვირდებიან ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარეძე. ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ პრინციპში წინასაარჩევნო პერიოდი უნგრეთში საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა აშკარა არის გარეჩ ჩარევის ფაქტები და ეს გამოცდილება საქართველოს ძალიან კარგად იცის, რადგან საკუთარ თავზე გამოსვა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, სწორედ ამიტომ საპარლამენტო დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად ყოველგვარი ზეგავლენის და ჩარევების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ხვალ დავაკვირდებით როგორც უნგრეთისთვის, ასევე მთლიანად ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებს, სადაც პრაქტიკულად არიან დაპირისპირებული საარჩევნო მარათონში ძალები, რომელიც ერთი მხრივ წარმოადგენს ოჯახური ღირებულებების, პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის, ყველა ამ მოცემულობის დამცველ ბასტიონს ევროპაში და მეორე მხრივ არიან ძალები, რომელიც პირდაპირ არიან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ევრობიუროკრატიის მიერ. ჩვენ ეს სცენარი პრაქტიკულად საქართველოში უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე, დღეს იგივე ხდება ბუდაპეშტში, იგივე ხდება ზოგადად მთლიანად უნგრეთში. მცდელობა ევროკავშირის მხრიდან, რომ ჩაერიოს უნგრეთის შიდა საქმეებში და უნგრელ ხალხს თავზე მოახვიოს ის ნარატივი, რომელიც აბსოლუტურად გადასაწყვეტია უნგრელების, უნგრეთის საზოგადოების. ჩვენ ხვალ გვექნება საკმაოდ აქტიური დღე. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს დილიდან, მივალთ საარჩევნო უბნებზე, მოვახდენთ შესაბამის მონიტორინგს ამ პროცესის და ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ყოველგვარი ექსცესის, დაძაბულობის და რაღაც მსგავსი ხელის შემშლელი გარემოებების გარეშე მშვიდად ჩაივლის უნგრეთში არჩევნები და რა თქმა უნდა საზოგადოებას, უნგრელ ხალხს ექნება საშუალება თავისუფლად შვიდად გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, გადაწყვეტილება მიიღოს, თუ ვინ იქნება უნგრეთის ხელისუფლებაში. ჩვენთვის, ქართველებისთვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს ევროკავშირის ქვეყნებში შესაბამისი ძალები ხელისუფლებაში, რომელიც იქნება იმ ღირებულებების თანხვედრაში, რასაც ვიზიარებთ ჩვენ, რასაც იზიარებთ საქართველო, დანარჩენი რა თქმა უნდა, არის უნგრეთის და უნგრელი ხალხის გადასაწყვეტი. როგორც უკვე გითხარით, ზუსტად ერთი დღე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე, რომელიც გადამწყვეტი იქნება როგორც უნგრეთისთვის, ასევე მთლიანად ევროკავშირისთვის. ერთმანეთის მთავარი კონკურენტები არიან პარტია ფიდესი, რომელსაც აქვს ვაშინგტონის მხარდაჭერა და ასევე პარტია ტისა, რომელსაც აქვს ბრიუსელის მხარდაჭერა. კენჭისყრა ხვალ გაიმართება, დილიდან გაიხსნება უბნები მთელი უნგრეთის მასშტაბით. საღამოს 7 საათზე დაიხურება, დაიწყება ამის შემდეგ უკვე ხმების დაცვა და პირველადი მონაცემები უკვე საზოგადოებას საარჩევნო ადმინისტრაციას საღამოს ზუსტად 8 საათზე გააცნობს. მადლობა, ბუდაპეშტიდან პირდაპირ ეთერში ქეთი მამრიკიშვილი საუბრობდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიცია უკრაინის ინტერესების გამტარებლად მოიხსენია. ვიქტორ ორბანის თქმით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთის ფული უკრაინაში გადაიგზავნება. ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.
მე სათანადო მოკრძალებით ვამბობ, რომ ჩვენ წინაშე რეალური არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას, ზელენსკი თუ მე. ამ ორიდან უნდა ამირჩიოთ მე, უნგრეთს თუ ეყოლება მთავრობა, რომელიც უნგრელების ნაცვლად უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა. უნგრეთში საარჩევნო პროცესებსა და არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ. როგორც მან განაცხადა, უნგრეთში სრულად განსხვავებული მონაცემებია, რომელსაც საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი არ აშუქებს. მისივე თქმით, ისინი არ დაუშვებენ და წინააღმდეგობას გაუწევენ ნებისმიერ გარეთ-ჩარებას უნგრეთში. ლასლო მიიჩნევს, რომ 2024 წელს საქართველოში მსგავსი სიტუაცია იყო და ეგზიტ პოლები სრულიად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებდნენ. მან ასევე ისაუბრა მის მიერ მომზადებულ ანგარიშზეც, თუ რა ტიპის ჩარევა ხდებოდა უნგრეთის პოლიტიკაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ წელს ძალიან კონკურენტული არჩევნები გვაქვს ორ დღეში უნგრეთში და მთელი ევროპა აკვირდება რა ხდება ამ არჩევნებზე, რადგან ჩვენ გვყავს ყველაზე კონსერვატიული ხელისუფლება ევროპაში. რა თქმა უნდა, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში მემარცხენე სოციალისტურ და ლიბერალურ ძალებს ეს არ მოსწონთ, განსაკუთრებით არ მოსწონთ ეს ბრიუსელში ევროკავშირის შტაბ-ბინაში, რადგან მათ სურთ ისეთი უნგრული ხელისუფლება, რომელიც მათთან ითანამშრომლებს. უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რომელიც გაუგზავნის ფულს, იარაღს, დაუშვებს არალეგალურ იმიგრაციას უნგრეთში და მხარს დაუჭერს მათ გენდერულ იდეოლოგიას, რაც დღეს ევროკავშირში ძირითად მიმართულებად მიიჩნევა. როგორც კონსერვატიულმა ხელისუფლებამ ჩვენ უარი ვთქვით ამ პოლიტიკაზე, უარი ვთქვით ღია საზღვრებზე, უარი ვთქვით უნგრეთის ფულის გაგზავნაზე უკრაინის ომში. მათ იმედი აქვთ, რომ ჩვენი ოპონენტები თუ ისინი მოიგებენ არჩევნებს, რაც მე არ მსურს, აღარ დაუპირისპირდებიან ბრიუსელს და აღარ დაიცავენ უნგრელების ინტერესებს. უნგრელები ამ საკითხებზე ძალიან მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, ისინი ძალიან აფასებენ იმას, რომ ჩვენ 10 წლის წინ შევაჩერეთ არალეგალური იმიგრაცია და დღეს უნგრეთი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროკავშირში. ასევე აფასებენ იმას, რომ 4 წლის წინ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაუპირდით, რომ არ გავაგზავნიდით არც ჯარისკაცებს და არც იარაღს უკრაინის ომში და ეს დაპირება შევასრულეთ. უნგრელებმა ეს იციან და აფასებენ წელს ჩვენს არჩევნებში ადგილი აქვს უპრეცედენტო ჩარევას. თუ გავიხსენებთ რა მოხდა ბოლო წლებში, რამდენიმე წლის წინ ევროპულმა კავშირმა დაბლოკა 17 მილიარდი ევრო, რომელიც განკუთვნილი იყო უნგრეთის განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურისთვის, საავადმყოფოებისთვის, საჯარო სერვისებისთვის. ეს თანხა დაბლოკეს პოლიტიკური მიზეზებით და ამ გზით ცდილობდნენ უნგრელი მოსახლეობის მთავრობის წინააღმდეგ განწყობას. ასევე სცადეს უნგრელი სტუდენტების დაშინება და მთავრობის წინააღმდეგ განწყობა. გარდა ამისა, ისინი ჩაერევნენ იმითაც, რომ მილიონობით ევრო გადარიცხეს მემარცხენე მედიაში, კვლევით ცენტრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ აქტივისტურ ჯგუფებში, რომლებიც ადრე ფინანსდებოდა USAID-ის და NED-ის მიერ. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის ცვლილების შემდეგ ეს კორუფციული ჩარევების სქემები, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ფინანსდებოდა, შეწყდა. მახსოვს 2024 წელს საქართველოში ძალიან მსგავსი სიტუაცია იყო. ეგზიტ პოლებიც კი სრულიად განსხვავებულ შედეგს აჩვენებდა. ვფიქრობ, ისინი იგივეს გაკეთებას ეცდებიან ახლაც. არ დავუშვებთ ამას და გავუწევთ წინააღმდეგობას ჩარევას. ამაზე ღიად ვსაუბრობთ და დავიცავთ ჩვენს პოზიციას. ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები ისლამბადში დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია მოლაპარაკებები პირდაპირ მიმდინარეობს თუ შუამავლების მეშვეობით. ამ შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. თუ პირდაპირ მოლაპარაკებები დადასტურდება, ეს იქნება ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ყველაზე მაღალი დონის პირისპირ მოლაპარაკებები 1979 წელს ისლამური რესპუბლიკის დაარსების შემდეგ. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე მონაწილეობდნენ მომლაპარაკებლები სტივ ვოტკოფი და ჯარედ კუშნერიც. ირანულ მხარეს კი საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი წარმოადგენენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განხილვის მთავარი საკითხები ირანის ბირთვულ პროგრამას, ჰორმუზის სრუტის გახსნას, საერთაშორისო სანქციებს და ლიბანის კონფლიქტს შეეხება. ირანთან შეთანხმების მთავარი საფუძველი მისი ბირთვული პოტენციალის შეზღუდვაა, არანაირი ბირთვული იარაღი. ეს შეთანხმების 99%-ია. ვნახოთ რა გამოვა. ჰორმუზის სრუტე ავტომატურად გაიხსნება. სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ, მას სხვა ქვეყნები იყენებენ. ის საკმაოდ მალე გაიხსნება. ასეთი იყო დღის მთავარი სიახლეები, ახალი ამბები დასრულებულია, ნახვამდის.